ონორე გომისი, ეს პასი ძალიან კარგია, დარტყმა და კიდაღამ გაიხსნა ანგარიში არც თუ ისე დიდი მანძილით აცდაბურთი აქ სამგურალის კარს. ნინუა ჩააწვის ბურთს საჯარიმოში თან ძალიან სახიფათოდ ეცდება ამ ყოველივეს და კიდაღამ გაიხსნა ანგარიში ძალიან კარგი ეპიზოდი და საბოლოოდ დარტყმას ირაკლი სირაძე ასრულებდა როგორც ჩანს ნინუა ბრწყინვალედ ასრულებს ჯარიმებს ეს იქნება უშუალოდ ბურთის კარში გაშვება თუ საჯარიმოში მსგავს სტილში ჩაწოდება შესაძლოა დინამომ გარკვეულწილად დაუთმო ბურთი იმერულ გუნდს და ამით სწრაფად კონტრიერის გადასვლას და სივრცეების გაჩენას ელოდება თუმცა ეს ეპიზოდი შეიძლება აღმოჩნდეს საგოლე დარტყმა და გადარჩა ამ ეპიზოდში დინამო თბილისი გიორგი ფანცულაია იყო ძალიან ახლოს გოლის გატანასთან ნახავთ ამ ეპიზოდს განმეორებით და გამოჩნდება თუ რა მოხდა იმ ეპიზოდში ლაშა შერგულაშვილი ბრწყინვალედ არაჩვეულებრივად ასრულებს ჯარიმებს მოგეხსენებათ ძალიან სახიფათოდაც გაუშვა ბურთი კარში და გიორგი ლორიამ გადაარჩინა თავისი გუნდი კიდევ ერთი შორეული დარტყმა იქ იყო ასკლეტა და საბოლოოდ ძალიან ჭკვიანურად ითამაშა და ძალიან კარგად ამ ეპიზოდში დინამოლთა მე-17 ნომერმა პოტალოვმა გადარჩა ამ ეპიზოდში უკვე წყალტუბო სამგურალი ისევ და ისევ ომარ პატარკაციშვილი ამ ეპიზოდის გმირი, რომელმაც ბურთი კუთხურზე მოიგერია კიდევ ერთხელ განმეორებით. ნინუა აწვის ბურთს საჯარიმოში დარტყმა! გადარჩა სამგურალი, გოლთან კი ძალიან ახლოს იყვნენ დინამოელები, კერძოდ ონორე გომისი, რომლის ჩაწოდებასაც მოჰყვა საერთოდ ეს კუთხური და ნიკა ნინუა მორიგ საგოლე გადაცემასთან იყო ახლოს. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ტემპია კარისკენ და კარში დარტყმები ჯამში პრინციპში არ არის ცოტა ამ შეხვედრაში, კუთხურები ცოტაა. ნამდვილად დარტყმა და აქ სამგურალმა გახსნა ანგარიში დღევანდელ მატჩში და გატანილი გოლის ავტორი გახლავთ ბრაზილიელი ფორვარდი ველისონი, რომელმაც ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა. თითქოს დინამოელები იყვნენ ძალიან ახლოს გოლთან, ძალიან მწვავე იყო მათი შეტევები, მაგრამ სამგურალის ეს კონტრი ერიში აღმოჩნდა საგოლე და სამგურალის შემადგენლობაში მეორე შეხვედრაში მეორე გოლის გატანა მოახერხა ველისონმა. ლონთაძემ დაარტყა ძალიან მწვავედ და სახიფათოდ, მაგრამ არ გამოვიდა ეს დარტყმა ზუსტი. გიორგი ლორია თამაშობს აქ ძალიან კარგად არ მისცა ომარ პატარკაციშვილს ამ ბურთზე თამაშის საშუალება დროული და ძალიან შორეული გადაცემა თორნიკე მორჩილაძე თამაშობს ბრწყინვალედ დარტყმა და 1-1 დინამო თბილისმა გაათანაბრა ანგარიში შეხვედრის 72 წუთზე ვლადიმერ კაკაშვილმა კი გამოიცნო ცვლილება და თორნიკე მორჩილაძემ უკვე ამ სეზონში მე-6 გოლის გატანა მოახერხა და გაახარა რა თქმა უნდა დინამოელი გულშემატკივარი რომელიც არის თქვენს ეკრანებზე და საგოლე გადაცემა გიორგი ლორიას შესრულებით ბრწყინვალე პასი ძალიან შორეული გადაცემა და თორნიკე მორჩილაძემაც ყველაფერი იდეალურად შეასრულა იქ მოგეხსენებათ ჯარიმა შესრულდა სამგურალის მხრიდან და შეტევაში იყვნენ რა თქმა უნდა ჩართული როგორც აბულაძე ისე პატარკაციშვილი და ამ ყველაფრით ისარგებლეს დინამოელებმა ჩაწოდება საჯარიმოში ხარაიშვილი დარტყმა და ნოდარ ყალიჩავა ეპიზოდის გმირი დინამო ძალიან ახლოს იყო გოლის გატანასთან კიდევ ერთი ჩაწოდება და კვარაცხელიას გამოაქვს ბურთის სახიფათო ზონიდან იორო ცდილობს აქ ბურთის მოპოვებას და პრინციპში მოახერხა კიდეც ეს ყველაფერი 18 წლის კოდიუარელმა მოთამაშემ და სამგურალის მოთამაშეებმა მომენტი განმუხტეს და ახლა საკუთარი შეტევის წამოწყებაც განიზრახეს